სალამ ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ, გამოჩნდი როგორც იქით. ჩემთან არის შუა დღის პირველი საათი სრულდება ზუსტად. ეხლა ვიყავი მაღაზიაში, რაღაცები მოვიდათ და ესე გამოვიყურები მაგიტომ. ჩვენსკენაც ცივდა საკმაოდ. მოგიგითხავთ ყველას დიდი სიტყვით და სიყვარულით, იმედია რომ ყველანი ხართ კარგად. თქვენს კი რა ხდება, როგორი ამინდი გაქვთ, ვინსად ხართ, დამეწერთ კომენტარებში. ხო, არ ვიცი, სადღაც ერთი კვირა არ მოსულ ვარ. ეხლა ვაკეთებ საჭმელს, უბრალოდ დუხოვკაში ვწვავ კარტოფილის და კოტოპულოს, ანუ ქათმის პარკლებს ლიმონში. ვინც საბერძნეთში ხართ, გეცოდინებათ. კოტოპულო მე პატატეს, ესე ქვია ამ საჭმელს, ვინც არ იცით. შესმული მაქვს, უბრალოდ დუხოვკაში წვება და ეხლა ცოტა ხანში მომზადდება და უნდა მივირთვათ. მანამდე გადავწყვიტ, რომ მოსულიყავი თქვენთან და რაღაცნაირად მომეკითხეთ. მოგსალმებოდით, მესურვებინა თქვენთვის ლამაზი და ბედნიერი და პოზიტიური დღე. ჩემს კი რა ხდება. ხო, ისეთი არაფერი განსაკუთრებული. მინდა მოგიყვეთ ის თუ რა შემოთქვა ამ დღეებში, სადღაც 3 დღის წინ. მოკლედ თქვენ იცით, რომ სამსახურიდან ჩემი ბებოს გოგო რომ მოდის ხოლმე, მიშვებს ხოლმე გარეთ სადღაც 1 საათით, გავდივარ, არ ვსეირნობ, ან ფეხით დავდივარ, ვარჯიშობ, ან სადღაც ახლო მდებარე კაფეში ვჭდები და ის 1 საათი ყავას მივირთმევ მოკლედ. ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, ყოველ დღე, სადღაც ყოველ მეორე დღეს, ან ყოველ მესამე დღეს. ერთ-ერთი ასეთი გარეთ გასვლის დროს ფეხით ვიარე, სადღაც 45 წუთი, 40 წუთი და რომ დავიღალე, ჩამოვჭექი გაჩერებაზე. სადაც არის ჩემი სახლთან ახლოს, იცით თქვენ გაჩერება, მაქვს ვიდეოებში ნათქვამი. ჩამოვჭექი, რომ ცოტა ხანი დამესვენა. და შორიდან მიყურებს ერთი ადამიანი, მამაკაცი, ამრობით სქესი, სადღაც შუახნის იქნებოდა. და მანამდე ეს კაცი მყავდა შემჩნეული, რომ ესე შორიდან მიყურებდა რა. ბოდიშით ხმაზე. ხო და დავინახე, რომ მოდის ჩემსკენ. მოვიდა ახლოს და ესეთი რაღაც ბარათია მოიყო, არც დავკვირვებული ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, ესეთი ბარათია მოიყო და მაჩვენა, რომ ეს ქვია პოლიცია ვარო. და სანამ საბუთებს მომთხოვდა, მეკითხება ესეთ რაღაცას, მარტო სახელი წავიკითხე და ასტინო მაეწერა კი, ანუ მინიცია იყო რა. ხო და გისმენთ თქო, ვეკითხებით, რა შესაქმე თქო და აქ ხშირად ვხედავ რა, რომ ესე დადიხარო და რა ხდებაო, რამეს უთვალთვალებო, მე მეუბნება. მაშინაც ესე გამეცინა. და უთხარი რომ მეთქი რახან მითხრა და წარმომიდგინა თავის ბარათი რომ იყო მილიცია, თავივადებლად ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ მეპასუხა. ვიღაც რომ ყოფილიყო ახლა ნებისმიერი გავლილი, რა თქმა უნდა, არ უპასუხებდი, ხო? ხო და უთხარი რომ მეთქი აქ მუშაობ და ესე მოკლედ, როცა მაქვს დასვენება, სადღაც 1 საათი შესვენება მიშვებენ თქო სამსახურიდან და გამოვდივარ და დავდივარ და რა ვიცი, ჩვეულებრივად დადის ხალხი და რამდენიც ვარჯიშობს, ან რამდენიც ჩამოჭდება თქო, უკაცრავად თქო, მაგრამ ყველას ესე მიდიხართ ყველასთან და ესე საბუთს თხოვთ და ეკითხებით თქო, ანუ რატო დადიან და რატომ თუნდაც ეირნობე, ხო? ხო და მოკლედ ყველას ესე აჩერებ თქო, შევეკითხე.
ხო და ანუ ადამიანს არ შეუძლია გარეთ გამოვიდეს ნებისმიერ ადამიანს. ეს იმიტომ გითხარით, რომ რა თქმა უნდა პირველი რაც შემეკითხა ის მკითხა, რომ ანუ აქედან ხარო, ანუ ჩვენი ერის ხარო, ესე რომ ვთქვათ, ანუ ბერძენი ხართო და არა თქო უთხარი. საქართველოსთან ვარ თქო. და ანუ მაგაზე მომაწვა რა. ჩემი აზრით რომ არ ვიყავ ბერძენი, თუმცა რა თქმა უნდა ენა ვიცი, ისე კარგად ვიცი რომ მეპასუხა და გავეც პასუხი რა თქმა უნდა, გისმენთ თქო რა ვკითხე და არაო ეს რა ქვია. არაფერს არ აშავებო, მაგრამ რაღაც ძალიან ხშირად ხედავ აქ ახლო დადიხარო და რაღაცა საეჭვო დამებადაო რა და ხო მაგიხსენით თქო რომ აქ მუშაობ თქო და რომ თავისუფალ დროს გამოვდივარ ან სეინობან კაფეში დავდივარ ან რაღაცას ვაკეთებ ხო ჩვეულებრივად გაიხედეთ თქო ბოდიში უკაცრავად მეთქი მაგრამ გაიხედეთ რამდენი ხალხია იგულივ და ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას და ეხლა მე ისეთი რა გავაკეთე რამე ცუდი დავაშავე თქო კითხვა დავუსვი უკაცრავად მეთქი მაგრამ დამინახეთ რომ მე რამე ცუდი ჩავიდინე რამე ცუდი გავაკეთე და გააქვთ საბაბი რომ მოდიხართ და დაკითხვას მიწყობს თქო არა აბა რაშია საქმე თქო ანუ ვერ ხვდები თქო ხო და ესე თან ჩანთადა მაქვს ხოლმე ხა რა თქმა უნდა ხან ბოთლი მიდევს იმ ჩანთაში რომ დავდივარ და ვარჯიშობ ხანის და იმ ჩანთაზეც მითხრა სხვათა შორის რომ გამომცადა ესე რომ თქვა ჩანთაზე მითხრა ჩანთაში რა გაქვსო და აი ხალხო იცი როგორ ის და მე უფლაკია შემეშინდა მე არ მეშინია პირიქით ვინც აქ ხარ ჩემო ძვირფასებო ქართველებო და ვინც დაინახავ თქვენთან ახლოს მილიციას ძალიან გთხოვთ უბრალოდ არ შეშინდეთ არ დაიბნათ იმიტომ რომ როდესაც დაიბნევით მე ეგეთ რაღაცებზე რეაქცია არ მაქვს როდესაც დაიბნევით უფრო მეტად დაინტერესდებათ მილიციას თქვენს მიმართ რაღაცაები და უფრო მეტად შეიძლება რომ თავი ჩაიგდოთ საფრთხეში. ვინც არ იცით ეს ყველაფერი ძალიან გთხოვთ, სადაც დაინახავთ ახლო მოხლებს ჩვეულებრივად დიართ უბრალოდ თავი შეიკავეთ ქართული საუბრისგან. მაინც მე ხა იმ ტელეფონზე არ ვსაუბრობთ არაფერი, მაგრამ უბრალოდ რომ ხედავ და ხშირად რომ იქვე ახლოს ვტრიალებდი, მაგაზე დაეჭვდავითო, მაგრამ რაზე დაეჭვდა ვერ ხვდები. ხო და მოკლედ ისეთი კაი პასუხი გავეცი, ისეთი პასუხი გავეცი მოკლედ საჭირო როგორიც იყო. ხო და რა ქვია, ჩანთაში რა გაქვსო რა დაუბრუნდეთ იმ თემას და მეთქი არაფერი ისეთი მეთქი ის მარკეტში ვიყავი თქო და რაღაცები ვიყიდეს თუ რამე არის მეთქი ის მეთქი შემიძლია გავხსნა და გაჩვენო თქო რა მიდევს თქო. და ჯერ მითხრა რომ კაიო გახსენია ბავ მაინტერესებს და თავი ვიგრძენი როგორიც ჯერ ერთი რომ ქასად უაჩერებ ხო რომელი რეციდივისტი მე ვარ აი რომელი დამნაშავე მე ვარ აი ისეთი მასში ვიყავი აი გავოგონდი ხალხო რამდენი წელია მე 11 წელი და რაღაცა თვეებია რამ ჯამში რაც აქვა მე საფერწონში და ერთი მსგავსი შემთხვევა მქონია რომ მე ესე მიციას გავიჩერებინე და აი ესეთი დაკითხვა მოიწყოს. არ მახსოვს, არ მახსენდება. ხო და მეთქი ჯერ ერთი რომ ვარ ქალი მეთქი. ჯერ ერთი რა დავაშავე ესეთი ვერთქი მე ვერ ხვდები. ჯერ მეორე ის მეთქი რომ რამე საფუძი გაქვს რომ მე ცუდი რამე დავაშავე და ესე მოდიხართ ჩემთან და ქალთან ესე დაკითხვა საწარმოებთ მეთქი გაქვთ მეთქი ორდერი მეთქი რამე და მომტკიცებული საბუთი მაჩვენეთ რომ მოდიხართ ჩემთან და რაღაცა დაკითხვას მიწყობ თქო არა უბრალოდ ესო ჩემი მოვალეობა და მოვალეობა ის არის მეთქი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მოვალეობა თქვენი ის არის მეთქი რომ ქურდებს და ყაჩაღებს სდიოთ თქო არა ესე ჩვეულებრივად ქუჩაში მოსიარულე წყნარ არადამნაშავე ადამიანებს თქო ესე უთხარი ზუსტად კი ამომერიდებოდა მე ვინც არ მიცნობთ ხალხო მე ვარ ესეთი ძალიან პირდაპირ და რომ მოდიხარ ჩემთან და რაღაცა უსამართლობას ხედავ და უსამართლობას მეკცევი ძალიან ესეთ პასუხს გაგცემ როგორცაც ზუსტად იმსახურებ არ მაინტერესებს ვინცია არ მაინტერესებს ვინც გინდა ის იყავით როდესაც ჩემთან უსამართლობაში მოდიხარ და უსამართლოდ მეკცევით როცა არ ვიმსახურებ ხო
ხოდა მოკლედ ესე მოვიდა ჩამოკარგებო და ბოლოს მკითხა რომ ანუ სად მუშაობ თუ რა და მე ვთხარ ჩვეულებრივად რამდენი ხანია ჩამოსული ხარო რა და აი ერთი ტყუილი ეგუთხარი რომ მეთქი ტურისტი ვარ თქო და ის უთხარი რომ უბრალოდ სადღაც 2 თვეც არ არის რა ჩამოსული ვარ თქო რა ის წლები რაც მე აქ ცხოვრობდი და აქ ვიყავი ემიგრაციაში ეგენი საერთოდ არ მეთქვამს არ იყო საჭირო არ ჩავთვალე საჭიროდ ხო და სადღაც 2 თვე არც არის მეთქი რაც აქ ვარ მეთქი ჩამოსული ვარ მეთქი ახალი მოსული ვარ მეთქი ტურისტი ვარ მეთქი და ესე ჩამოვდივარ ხოლმე მეთქი და მივდივარ მეთქი რა ხო და თუ გინდათ მეთქი ანუ მე მყავს მეგობარი თქო აქ ქალი რომელთანაც ერთად სტუმრად მოვდივარ მეთქი და მივდივარ მეთქი და მეკალარის პრობლემები დაელაპარაკე თქო ანუ ეს მაინც თავი დავიწყე რომ ვითომ იყო ეს ჩემი ბებოს გოგო რომ და ამერიკა ჩვეულებრივად ყველაფერი კარგად იქნებოდა მოკლედ ხო და არაო არ არის საჭირო და ისეო სად მუშაობ ანუ ახლოს ხარო და ნუ არც ისე ახლოს მეთქი რა მაგრამ ხო და მაშინ წავიდე თუ აბა ვნახო თუ სად მუშაობთ გაიგე და გამომცადა რა ამან ეხა ვითომ შეიძლება უმატყუებს და რაღაცა და ამას ხომ მივხვდი ეხა მე პატარა ბავშვია ვარ ამას ვერ მივხვდა ეგეთებს არ არის მეთქი პრობლემა მეთქი თუ არ გეზარებათ მეთქი ძალიან ახლოსში წავცხოვრობ მეთქი და წავიდეთ გაჩვენებ მეთქი სად ვარ სტუმრად მეთქი და სად მუშაობდი თქო ის უთხარი რომ მუშაობდი ცოტა ხანს თქო და ეხა ვისვენებ თქო რა სტუმრად ვარ თქო ხო და გაჩვენებთ მეთქი სადაც მუშაობთ მეთქი წავიდეთ არ არის პრობლემა მეთქი ამას ეგონა რომ აი რაღაც მოვიმისესებდი ტყუილში გამომიჭერდა და არ ვეტყოდი რომ აი იცი რა არ წავიდეთ ერთად ან რაღაცა იგეთი ხო და წავიდეთ თქო და ავდექი მოკლედ და მომყვება რა წამოვიდა ჩვეულებრივად ესე თქვა და შუა გზაში საცხოვრებო ბაოდ აშკარად ეზარებოდა რა წამოსვლა ხო და უბრალოდ უნდოდა რომ დავეჭირე რაღაცაში რაღაცით დავეჭირე ხო და აი რა ვიცი როგორ გითხრათ მეთქი ხა ზუსტად ქუჩა ნამდვილად არ მახსოვს მეთქი ანუ სახლის მეთქი რა ქუჩა კი ვიცოდი მაგრამ უფრო სწორად ის ნომერი არ მახსოვდა ხო და რომ მივალთ მეთქი ნახავთ თქვენ თვითონ მეთქი რა და ბოლო სადაც ნახევარზე მეტი რომ გამოვიარეთ მითხრა რომ კიდე შორს ხარო და ცოტა ხო და მოკლედ ესე რომ თქვა შემეშვა რა კარგიო ისე რა ქვია წადიო ხლაო შენო სახშიო და სადაც მიდიხარო და ისე ვიცოდეო რომ ხო პასპორტთან შემეკითხა და პასპორტი არ დამაქვს მეთქი თან რა და რატო არ დაგაქვსო თანო და რატო უნდა მქონდეს მეთქი რომ დავკარგო ეს პასპორტი მეთქი მეშინია მეთქი მე ახლიდან ვეღარ გავაკეთებ და ქვეყანა ფული დამიჭდება თქო და ამიტომ სახში მაქვს მეთქი და თუ ჩვენება გინდათ მეთქი არ არის პრობლემა გამოვყევით და გაჩვენებთ თქო პასპორტსაც თქო რა ისე უთხრა ჩაუუტყი მოკლედ ამას ეგონა რომ რაღაც დამიჭირსო და გამოვიჭერო ხო და კარგიო არ არისო საჭირო მოკლედ და წადიო და ისე რომ იცოდო გარეთ რო გახვალო პასპორტიო თანო იქონიეო კარგი მეთქი მოვატყუე კაი მეთქი როგორ შეგინდა მეთქი და წამოვედი მოკლედ ესეთი რაღაც შემოკარგება და გაბრთხიდით გაბრთხიდით იმიტომ რომ მე ვიცი ბევრი ადამიანი ბევრი ქალბატონი ბევრი გოგო რა მნიშვნელობა აქვს ბიჭიც როდესაც მაგ დროს იბნება და აი ზუსტად მაგ დაბნეულობის ნიადაგზე ხდება რომ იჭერენ და საბუთებს თხოვენ არ დაიბნათ არანაირად არ დაიბნათ ჩვეულებრივად გაიარეთ ვითომ ძარაფერი ძალიან გაბრთხიდით ეხლა მით უმეტეს ძალიან კარგად იცი რომ ეს მინისტრი რომ მოვიდა და გვარი არ მახსოვს ვინც არის ვინც გდია ძალიან ისე არის გართულებული აყოფნა და გაბრთხიდეთ შემოკარგებო ვიცი რომ გაბრთხიდებით მაგრამ მაინც გეუბნებით რომ ძალიან გაბრთხიდით და გარეთ რომ გახვალთ ქუჩაში საუბრისგან ტელეფონზე საუბრისგან მაინც თავი შეიკავეთ ვიცი იმიტომ რომ კაცმა არ იცის რომელი რჯულის და რომელი ურჯულო შეგხვდებათ და შეიძლება რა ვიცი დაგაკავნა რაღაც ესეთი რაღაც შემთხვევა მოკლედ სხვა ჩემს კი რა ვიცი ისეთი არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული ასე ვარ მუშაობ ჩემ ბებოს გოგას წასულია ბაროში არის წასული სადღაცა რა ვიცი სოფელია თუ რაღაც იქ წავიდა თავის ქმართან ერთად რამოდენიმე დღით და
აი ხა კვირას არ ვისვენებ, წინა კვირასაც არ ვისვენებდი, სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისში შაბათ დღეს დავისვენებ, მერე მე ჩემი საქმეები მაქვს, რაღაცები მაქვს შესაკრავი, მოკლედ პასილკები უნდა გავგზავნო საქართველოში ნენე და რაღაცები დამიგროვდა და ფულს უნდა დავრიცხო. ჩემს ანგარიშზე იცით, რომ რაღაცა მიზერულ თანხას ვაგროვებ და არ ვიცი, აი ზამთარი რომ გავა, მერე უკვე მეცოდინება, როდის წავალ საქართველოში და როდის ავიღებ ბილეთს. ესე რომ რაღაცა სიახლეები როცა იქნება და როცა მექნება ხელთ აუცილებლად გაგიზიარებთ. ეხლა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ უკვე ჩვენთან შესვენება იწყება და მანამდე უნდა მივურთვათ საჭმელი, უნდა გავამზადო რაღაცეები, გაჩვენებთ, შეგახედებთ რაც მოვამზადე. დაგემშვიდობებით, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ, პოზიტიურს, მადლობა უღმესი, ვინც დამიზართ. დადებით კომენტარებს, კოცნით გეფერებით, უმამრავს და არ ვიცი, ხო შეიძლება ახვალ მოვიდე, შეიძლება ზეგ მოვიდე, არ ვიცი, მოკლედ ტყუილი განაპირები რო არ გამომივიდეს, გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. დროებით.